აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი თავმჯდომარე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილს აჭარის უმაღლესმა საბჭომ სრული ნდობა გამოუცხადა, პრემიერმა და პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელისუფლებას ის ოფიციალურად წარუდგინეს. გუნდთან ერთად ვიმედოვნებ, რომ რეგიონისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ირკვევა, რომ ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლითაც აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის შერჩევისას პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად იხელმძღვანელეს. სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებას აძლევს ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერული საქმიანობის განხორციელებისთვის და ზოგადად მართვისთვის. მინდა უსურვო წარმატება ამ კუთხის შვილს, რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა და ძალიან კარგად ესმის და იცის აჭარის ტკივილიც, სიხარულიც. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჭარის განვითარების ხედვები უკვე გაცვალეს. შეხვედრას ესწრებოდა თორნიკე რიჟვაძეც, რომელმაც წარსული საქმიანობისთვის მადლობაც მიიღო. მინდა რა თქმა უნდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. რა თქმა უნდა ხალხს ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში გვედგა. ახლა ახალი გამოწვევების დრო აჭარის უმაღლეს საბჭოში სულხან თამაზაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე დაადასტურეს. ყველა გუნდში მზად არის რომ დაუდგეს გვერდში თავდაცვის თავმჯდომარეს მინისტრთა კაბინეტს. ძალიან ბევრი გამოწვევა გვექნება და მზად ვართ ამ გამოწვევების გადასალახად. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა გასული კვირის პარასკევს დატოვა. იმ დღესვე გახდა ცნობილი მისი შემცვლელის ვინაობაც. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი წარადგინა.